როგორც გაუგებინეს დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს ნაგავსაყრელზე. შემდეგ მიიყვანეს ჩვენ წარმომადგენლების ჩვენი ახლობლები ამოსაცნობ და აღმოჩნდა ჩემის გვამი. ჩათირიშვილი ირმა, რომელიც ჩვენი სოფლის მამაჩემის თანაკლასელის ცოლი იყო. დაახლოებით 2 წლის უკან ჩავიდა იქ. მამაჩემს თხოვა იმის მეუღლემ, რომ რაღაცით დახმარებოდა იქ, რომ უჭირდა დავალები ჰქონდათ აქ და რაღაცნაირად სამსახური მიექცია ყურადღება და ჩემს რაც შეეძლო იქ სამსახური დააწყებინა. შემდეგ რამდენიმე დღე თავის სახშია ცხოვრე იმის გულისთვის, რომ რაც შეიძლებოდა დაებინა იქ შესხებინა ფული და ასესხებინა ფული. დაახლოებით $500 ესე ბევრი არაფერი. შემდეგ ეს ფული უნდა დაებრუნებინა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თვითონ დაურეკა ამ ირმამ დედაჩემს, რომ ამოდიო სამსახურში ვარ და მოგცემ ფულს. თხოვა ეს დედაჩემს, რომ არასულიყო მარტო მაინც აყვებოდა სხვა ერთ-ერთი ჩვენი ახლობელი და არაფერი პრობლემა არ არის, ვთქვი ტელეფონზე ავარო, ფული უნდა მომცესო და არანაირი პრობლემა არ არის და ჩემი არ იყო ესეთი კონფლიქტური ხალხი და არავისთან არ ქონია ესეთი ურთიერთობა. იმის შემდეგ გაითიშა ტელეფონი, მასთან მისვლამდე გაითიშა უკვე ტელეფონი და ამის შემდეგ ჩემთან ბინაში ჩემი სადაც ცხოვრობდა ჩვენი ახლობელი გოგო მივიდა სახლში. კარები ღია დახვდა, შევიდა შიგნით და დახვდა ეს ზემოთ აღნიშნული ქალბატონი ირმა. რა გინდა აქ უკითხია და გასაღები მომცაო ნონამო დედაჩემო გასაღები მომცაო შემხვდა გაჩერებაზე და მითხრა რომ ადიო და ამოვა. გაგვირებია იმას, იმიტომ რომ სახში ესე ამოულოდნელად თან გარდირობიდან გადმოხტული ყოფილა რაღაცები და დაუჯერებია იმას მაინც და უთქვია ამას, რომ ესე მითხრა რომ ერთ კვირაშიო ის 3 დღეშიო 3 დღით მივდივარ სამუშაოდ, ამ დედაჩემი 3 დღით მივდივარ ვითომ სამუშაოდ და 3 დღეშიო დავბრუნებია. კვირა დღეს სახლობის დაბადების დღე იყო, სადაც აუცილებლად უნდა მისულიყო დედაჩემი, არ მივიდა იქ და რომ მოიკითხეს უკვე რატო არ მივიდა, ეს ქალბატონი იგზანდებოდა. რომელს უთხრა რომ ნერვიული თუ არ არის პრობლემა, ხვალეო მოვა სამსახურიდან. ამის შემდეგ უკვე ჩვენ 2 დღის უკან დილით რომ უკვე ყველაფერი ძალიან პურუსი მომასული და ვერაფერს ვერ ვარკვევდით, დაურეკით ამ თვითონ ამ ირმას და ველაპარაკა და გითხრა რომ ნახეო მეო და მე მითხრა რომ ტელეფონი დამივარდაო და აღარ ირთვებაო ტელეფონი, იმიტომ აქ გამორთულია და სამუშაოდ არის წასულიო. რამდენიმე დღე დარჩებო იქ. ამის მერე ტელეფონი გათიშა და როგორც გითხეს მერე დააბრუნეს. რა ვიცი, ცუდი გოგო არ იყო და ეს არა მოვიდა. ვინ არის რა? მან აღიარა ყველაფერი. თუნ გავიძა ხალხი. ნამდვილად გამიკვირდა კი არა ვიცი, აი როგორ კიდე არ ამჯერა რომ ეგეთი რამე შესულდა გააკეთა. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ იმის გამო, რომ 12 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ საბავშვობაში ქალბატონი თამილა შუკვანი. ძალიან კარგი პიროვნება, კარგი პედაგოგი, კარგი დედა, კარგი მეუღლე. ძალიან გულიმტკივა, რომ ასეთი სიკვდილით მოკლეს. სხვათა შორის ამ სოფლიდან, ამ სოფლის წარმომადგენელი.